ბაღში ბავშვების გამხარებელი, კივის პატარა მატარებელი. აი სადგურიც. იუნის საბავშვო რკინიგზა 75 წელი შეუსრულდა. იუბილე მუშტაიდის ბაღში ხმაურიანად აღნიშნეს. მსოფლიოში პირველი მატარებელი, რომელსაც ახალგაზრდა რკინიგზელები ემსახურებოდნენ, 1935 წელს გაიხსნა და წითელ წიგნშია შეტანილი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ დისნეის მატარებლის დიზაინი თურმე ჩვენი კუკუშკისგან ყოფილა გადაღებული. მუშტაიდის პარკი ამ ერთი დღით ნამდვილად ძალიან გამოცოცხლდა. ხშირად დადიხარ აქ? არც ხშირად დავდივარ, მაგრამ დღეს ჩემ დაგამოწდა იმკამ. მოგწონს ღონისძიება, რომელიც დღეს ტარდება? კი, ძალიან მომწონს და ძალიან კარგია ყველასთვის ეს ბავშვები გაერთობიან, რაღაც გამოცოცხლდა თვითონ საქალაქო. იცოდი რომ რკინიგზა 75 წელი შეუსრულდა? იმ დღეს გავიგე, ტელევიზიიდან გავიგე, ნამდვილად ავიცოდი. მუშტაიდში გასართობის საღამო ახალგაზრდულმა სტუდია პიონერ ფილმმა მოაწყო. სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილ კახა ცაბაძის სიმღერას კი მზიურის ახალი თაობა ასრულებდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. სიმღერები, ცეკვები, გართობა. მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მთავარი, კუკუშკით უფასოდ გასეირნება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა საკუთარი ძალებით გამოცვალეს დაზიანებული ნაწილები, სპეციალური ზედის შოვნა მაინც ვერ მოახერხეს. ძალიან მოწონს ეს ღონისძიებები, იმიტომ რომ ბავშვები ვერთობით აქ და უფროსებიც. საბოლოო ჯამში ბავშვებს ისევ 70 თეთრიან ატრაქციონებზე მოუხდათ გართობა.